ესაა 8 მონაწილე, რომელიც დღევანდელ შოუში შეხვდება ერთმანეთს. მაგრამ დიდი ფულადი მოგება, რომელიც 8000 ლარამდე შეიძლება ავიდეს, მხოლოდ ერთს ერგება. ყოველი რაუნდის შემდეგ თავად მოთამაშეები დაასახელებენ სუსტ გოლს და გააგდებენ მას თამაში. ეთერშია სუსტი რგოლი. სტუდიაში მყოფი 8 კონკურსანტიდან ამ საღამოს ნებისმიერმა შეიძლება მოიგოს 8000 ლარი. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ფულის მოსაგებად ერთად იბრძოლებენ. 7 ადამიანი ხელწარიელი დატოვებს დარბაზს. ყოველ რაუნდში კონკურსანტები თვითონ გააგდებენ ერთ ყველაზე სუსტ მოთამაშეს. გავიცნოთ შოუს დღევანდელი მონაწილეები. მე ვარ ნუგზარი კუპრაიშვილი, 45 წლის, პროფესიით ადვოკატი. მე ვარ ანდრო სოლოღაშვილი, 31 წლის, თბილისიდან. ლალი თეთრაშვილი, 51 წლის, პედაგოგი, მცხეთიდან. მე გახლავარ ცოსო ბერიკაშვილი, 19 წლის, ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. გოჩა ფიმუცაძე, 30 წლის, ჟურნალისტი. მე ვარ იაკერზაია, სუგდიდელი, მუშაობ სუგდიდის უმაღლეს კოლეჯში. დავით ბუტხუზი, 23 წლის, სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტი. ლეილა გლურჯიძე, 32 წლის, ბუღალტერი. ახლა კი წესები. თითოეულ რაუნდში შეგიძლიათ მოიგოთ მაქსიმუმ 1000 ლარი. ამის უსწრაფესი გზაა თანმიმდევრულად უპასუხოთ 8 შეკითხვას. თუ არასწორად უპასუხებთ შეკითხვას, გაწყოთ სწორი პასუხების ჯაჭვს და ყველა ერთად დაკარგავთ თანხას, რომელიც ბანკში არ არის ჩადებული. თუ შეკითხვის დასმამდე იტყვით სიტყვას ბანკი, თანხა შეგენახებათ, მაგრამ ახალი შეკითხვების ჯაჭვის დაწყება ნულიდან მოგიწევთ. კარგად დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ბანკში ჩადებული ფული შეგიძლიათ გადაიტანოთ მომდევნო რაუნდში. პირველი რაუნდი 2 წუთს ნახევარი გრძელდება. სულ ეს არის. თამაშს დაიწყებს კონკურსანტი, რომლის სახელი პირველია ანგანური თანმიმდევრობით. ეს თქვენ ხართ ანდრო. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. ანდრო, მედიცინაში A100-ზე დაწყებული რა სახელი ქვია სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფურ ტოლვას, რომელსაც მათი სისტემატური სმა იწვევს? ალკოჰოლიზმი. სწორია. გალი ხელოვნებაში რისი სტილია მე-20 საუკუნეში ნიუ-იორკში ჰიპ-ჰოპის ფარგლებში ჩამოყალიბებული ბრეიკ-დანსი, ცეკვის თუ რიტმული სიმღერის? ცეკვის. სწორია. სოსო რა ერქვა საჭირო კავშირში უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლის პიონერად გახდომამდე, წელიწადის ერთ-ერთი თვის სახელის მიხედვით? ოქტომბრი. სწორია. გოჩა, 800-ზე დაწყებული რომელი სიტყვა ითარგმნება ფრანგულიდან როგორც მოთმინება და ნიშნავს ბანკოს გაშლას ჩვეულებრივ სამკითხაოდ? პაციენტს. სწორია. ია ლიტერატურაში რა ფერის წვერი აქვს შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის პერსონაჟს, ცოლების მკვლელ ქმარს, წითელი თუ ლურჯი? წითელი. ლურჯი. დათო, უკრაინის რომელი პოლიტიკური ლიდერი მოწამლეს დიოქსინით 2004 წელს, რაც ავსტრიელი ექიმების გამოკვლევამ დაადასტურა? იუშენკო. სწორია. ლეილა, რომელია B100-ზე დაწყებული ესპანეთში მცხოვრები ხალხი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით გენეტიკური კავშირი აქვს ქართველებთან? ბასკი. სწორია. ბანკი. ნუგზარ, გეოგრაფიაში რომელი ზღვა უნდა გადაკვეთოთ, რომ პოლონეთიდან შვედეთში მოხვდეთ? ხმელთაშუა თუ ბალტიის? ბალტიის. სწორია. ანდრო, სპორტის რომელ სახეობაში მოიპოვა ოქროს медаლი ზურაბ ზვიადაურმა 2020 წელს ათენის ოლიმპიადაზე? ჭიდაობაში. ძუდოში. ლალი, 800-ზე დაწყებული რომელი სიტყვა ითარგმნება როგორც ყვირი და ჩვენთან ყიდველის მიზიდვის მიზნით საქონელზე ცნობების გავრცელებას ნიშნავს? გაიმეორებ თუ შეიძლება. 800-ზე დაწყებული რომელი სიტყვა ითარგმნება როგორც ყვირი და ჩვენთან ყიდველის მიზიდვის მიზნით საქონელზე ცნობების გავრცელებას ნიშნავს? სწორია. სოსო, გადმოცემის თანახმად რომელი ფილოსოფოსი ცხოვრობდა კასრში? დიოდორე თუ დიოგენი? დიოგენი. სწორია. გოჩა, კინოხელოვნებაში რუსეთის რომელი მეფის როლს ასრულებს იური იაკოვლევი გაიდაის კომედიაში ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას? ივანე მრისხანი. სწორია. ია, 800-ზე დაწყებული რომელ პრეპარატს აწარმოებს ფირმა Pfizer-ი, რომელსაც მამაკაცები ხმარობენ სქესობრივი პოტენციის ასამაღლებლად? ვიაგრა. სწორია. დათო, ზღვის რომელი არსებების სხეულში წარმოიქმნება მარგალიტი მოლუსკების თუ მარჯნის პოლიპების? მოლუსკების. სწორია. ლეილა, მე-13-მე-14 საუკუნეებში მოღვაწე რომელ უდიდეს შუააზიელ დამპყრობელს უწოდებენ ევროპელები ტამერლანს? სწორია. ნუგზარ, 800-ზე დაწყებული რომელი სიტყვა ნიშნავს კომპიუტერულ ხულიგანს, რომელიც ხმის ფაილში მონაცემებს ცვლის? ჰაკერი. სწორია. ანდრო, მუსიკაში რომელი სასიმღერო ხმა აქვს იტალიელ მომღერალს ლუჩანო პავაროტის, ბარიტონი თუ ტენორი? სწორია. გალი, მათემატიკაში თუ ქათამი დღეში 2 კვერცხს ხდებს, რამდენ კვერცხს დადებს სისტემის მოდულში? უსაკურნიც, დრო ამოიწურა.
თქვენ 8 შეკითხვას უპასუხეთ ზედიზედ სწორად. და შესაბამისად 1000 ლარის მოგება შეგეძლოთ, მაგრამ ბანკში მხოლოდ 450 ლარი გაქვთ. ვის ჩაუყარეს ჩაიში მარილი? ვინ არ იცის, რომ არაფერი იცის? ერთ-ერთი თქვენგანი სულ მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ამ რაუნდის ძლიერი რგოლი სტატისტიკურად ლალია. სუსტი რგოლი ია. მან ყველაზე ნაკლებ შეკითხვას უპასუხა სწორად. შეძლებს გუნდი ამის გაცნობიერებას. არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ია, ია, კოჩა, ია, ია, ანდრო, ია, ანდრო, დათო, თქვენ სად სწავლობთ? სამედიცინო უნივერსიტეტში. ვიწრო ნაციონალური კითხვა უნდა დაგისვათ. თქვენ მისაღები გამოცდებით ჩააბარეთ თუ კოლეჯიდან პირდაპირ მესამე კურსზე აღმოჩნდით? ჩავაბარე პირდაპირ. კიდევ ერთი ვიწრო ნაციონალური შეკითხვა მიჩნდება სამედიცინო უნივერსიტეტის იმიჯიდან გამომდინარე, მაგრამ აღარ დაგისვათ. რატომ ია? იმიტომ რომ ისეთ შეკითხვაზე ვერ გასაპასუხი და ჯაჭვი გაწყვეტა. შეკითხვა იყო ლურჯწვერა ჰერცოგზე და მას ლურჯწვერა ჰერცოგი წითელწვერა მეკობრეში აერია და ამიტომ. სამაგიეროდ ვიაგრა იცოდა. გოჩა, რატომ ია? ჩემი აზრით დავეთანხმები დათოს მის აზრს გავიზიარებ, სხვისი აზრის გაზიარება ძალიან იოლია, საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ? იმიტომ რომ მარტივ შეკითხვას ვერ უპასუხა და ჯაჭვი გაწყვეტა. ეს ნახატი რას ნიშნავს თქვენს დაფაზნ? ია მინდოდა დამეხატა, მაგრამ გონი ზესუმზირა გამომივიდა. სოსო, რატომ ია? იმიტომ რომ იმ შეკითხვებიდან, რომელიც ჩვენმა კონკურსანტებმა ჩააგდეს, იას კითხვა შედარებით მარტივი იყო და გარდა ამისა, იას შეეძლო ეთქვა ბანკი. სანამ კითხვას პასუხს გაცემდა, საკმაოდ გრძელი იყო ჯაჭვი, რომელიც გაწყვეტა. თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, პასუხი რომ არ იცოდა თუ ფული რომ არ ჩადო ბანკში? ფული რომ არ ჩადო, ის უფრო მნიშვნელოვანი იყო. ია, 5 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად გძანოთ. პირველი რაუნდიდან გამოვარდი, როგორც ამას არ ველოდი. მაგრამ მე პროგრესში შევიდა მამაკაცების რაოდენობა 5 იყვნენ და ჩვენ ქალების აფრიკა გაჯობოს, რომ მე და ანდროს ორივეს ჰქონდა თვითონ არასწორი პასუხი და მამაკაცისთვის სპორტში გაუშვათ არასწორად წელს იყო ეს ოლიმპიადა და იმას ვერ იპასუხა, მაგრამ რა ვიცი, შეთქმულებასავით გამოვიდეთ კაცებს შემწინააღმდეგ. მეორე რაუნდი. ჯერჯერობით თქვენ ბანკში 450 ლარი გაქვთ, თუმცა შეგეძლოთ 1000 ლარი მოგეგოთ. დარჩა 7 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. ამჯერად თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ ლარი. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ლარი ქართულ მითოლოგიაში ასოზე დაწყებული რასახელი ქვია ჯადოსნურ ფრინველს, რომლის მაგიური ფრთების ბუმბული ჭრილობებს ახორცებს. ფასკუნჯი. ისტორია. სოსო ფაშისტური გერმანიის რომელი პოლიტიკური პარტიის სახელწოდებისგან წარმოიქმნა ტერმინი ნაციზმი? ნაციონალ-სოციალისტური. ისტორია. გოჩა ცხიმიანი კვების რეჟიმის დროს სისხლში ასოზე დაწყებული რომელი ორგანული ნაერთის დონის მომატება ზრდის ათეროსკლეროზის რისკს? холестерин. ისტორია. კატო გეოგრაფიაში რომელია ქვის გიგანტური ქანდაკებებით ცნობილი კუნძული წყნარ ოკეანეში? ამზონის კუნძულები. ისტორია. ლეილა, რომელი რომანის მიხედვით დამკვიდრდა გამოთქმა ქარის წისქვილებთან ბრძოლა, არ არსებულ საფრთხესთან ბრძოლის აღსანიშნავად? დონ კიხოტი. ისტორია. მუგზარ, კლასოზე დაწყებული, რომელი სიტყვა ითარგმნება ლათინურიდან როგორც ჩაკეტილი ოთახი და ნიშნავს კარდინალთა კრებას, რომელიც რომის პაპს ირჩევს. ისტორია. ანდრო, კულინარიაში ცხვრის ხორცისგან დამზადებული რომელი კერძის აუცილებელი კომპონენტებია ტარხუნა და ტყემალი, ჩაქაფულის თუ შილაფლავის? ისტორია. რალი სპორტში რომელი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი იყო ოტო რენჰაგელი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე? პორტუგალიის. საბერძნეთის. სოსო, ჯილასოზე დაწყებული რომელი ტროპიკული ტყის სახელი ქვია ცხოვრებისეულ კანონს, რომლის პრინციპია თავის გადარჩენა ნებისმიერი საშუალებით? ისტორია. გოჩა, რისი სპეციალისტია? მარკ შეიდერი, სამთო გეოლოგიის თუ მეტეოროლოგიის? სამთო გეოლოგიის. ისტორია. დათო, რომელი ქართული მხატვრის სურათებია ურთაჭალის ტურფები, რომლებზეც გამოხატულია წამოწოლილი ქალები მხარზე მჯდომი ჩიტები? ფიროსმანის. ისტორია.
ლეილა გერმანულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში მე-100-ზე დაწყებული რა სახელი ქვია დემონს, რომელსაც ფაუსტმა სული მიჰყიდა? არ ვიცი. მეფისტოფელი. ანკი. მუგზავ, რომელი ლათინური ტერმინი აღნიშნავს ომის დაწყების ფორმალურ საბაბს, modus vivendi თუ casus belli? კაზუსი. ისტორია. ანდრო ასტრონომიაში გეოცენტრული სისტემის თანახმად, რომელი პლანეტაა მზის სისტემის ცენტრი? დედამიწა. ისტორია. ვალი O100-ზე დაწყებული პესიმიზმის საპირისპირო, რომელი სიტყვა აღნიშნავს ყველაფერში ნათელი მხარეების დანახვას და მომავლის რწმენას? ოპტიმისტი. ისტორია. სოსო, რომელი ქიმიური ელემენტის ერთ-ერთ ალოტროპირულ სახესხვაობას წარმოადგენს მინერალი ალმასი, კალციუმის თუ ნახშირბადის? ნახშირბადის. ისტორია. კოჩა, ვინ მოიპოვა ოსკარი უსინათლო პოდპოლკოვნიკის როლის შესრულებისათვის მარტინ დრო ამოიფურა? თქვენ ამ რაუნდშიც ვერ მეახციეთ 1000 ლარი ან ზღვარს. ბანკში მხოლოდ 400 ლარი შეიტანეთ. ვინ ვერ მეაბიჯებს მწყობრში? ვის დაუდეს სკამზე ჭიკარტი? ერთ-ერთი თქვენგანი სულ მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ამ რაუნდის ძლიერი რგოლი სოსოა. მას ყველაზე მეტი სწორი პასუხი ჰქონდა. სუსტი რგოლი სტატისტიკურად ლეილაა. მან ყველაზე ნაკლები სწორი პასუხი გასცა, მაგრამ ბანკში ყველაზე მეტი ფული ჩარიცხა. შეამჩნევენ ამას მოთამაშეები. არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ლეილა. 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 ლალი. ლეილა. ლალი. ანდრო, რა პროფესიას ბრძანდებით? განათლებით იურისტი ვარ. და მუშაობ? მეორე სპეციალობას ვეუფლებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფილოსოფია სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მარადმწვანე სტუდენტი ხართ. თქვენ სწავლას სიკვდილამდე პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეთ? სწავლის ძირი წარიარით კენწორში გაკლდებით. რატომ ლეილა? თუ სწორად მახსოვს ლეილამაც და ლალიმაც თითო კითხვა ჩააგდეს, მაგრამ ლალის უფრო ცუდი თემა მოვიდა ქალისთვის ფეხბურთი და ამიტომ ვთვლი რომ მისთვის უფრო საპატიებელია ვიდრე ლეილასთვის. მუგზა, რატომ ლეილა? სამწუხაროდ ლეილამ ძვირფასი დრო გამოგარბინა. დროც გაიყვანა, კითხვაც არ უპასუხა. სამაგიეროდ თქვენგან განსხვავებით ლეილამ ბანკში ფული ჩარიცხა. ლალი, რატომ ლეილა? ლეილამ კითხვა ჩააგდო, კითხვა მართალია, მეც ჩავაგდე, მაგრამ სპორტი მაინც რთული თემაა ქალებისთვის. ფულის გადაროცხაც რთულია ქალებისთვის. ლეილამ ეს თქვენზე უკეთ მოახერხა. ლეილა, 5 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდა. არ გაუთვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე ყველაზე მეტი თანხა ჩავიწყე ბანკში. ჩემსაგერად უნდა გავიგდოთ ქალბატონი ლალი, რადგან მან შეკითხვაც ჩააგდო ფაქტიურად და რგოლ ეს ჯაჭვით გავწყვეტა. მესამე რაუნდი. შესაძლოა 2000-ის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 850 ლარი გაქვთ ბანკში. დარჩა 6 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს და ეს თქვენ ხართ სოსო. ითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. რომელია 900-ზე დაწყებული დღესასწაული ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა გულგამოცილ გოგრაში ანთებულ სათელს დგა? ისტორია. კოჩა, გეოგრაფიაში რომელ ქვეყანას ეკუთვნის კუნძული კორსიკა, იტალიას თუ საფრანგეთს? საფრანგეთს. ისტორია. ბატო, ბრიტანული ჯგუფის ბიტლსის რომელი წევრის ცოლი იყო იოკო ონო? ეს ჯორჯ ლენონი. ისტორია. ანგელი. მუგზარ, ისტორიაში რომის რომელი იმპერატორი იბრძოდა არენაზე გლადიატორის როლში? კომოდუსი თუ მარკუს ავრელიუსი? მარკუს ავრელიუსი. კომოდუსი. ანდრო, მედიცინაში 900-ზე დაწყებული რომელი დარგი შეისწავლის ქალის ორგანიზმის თავისებურებებს და მათ დაავადებებს? გინეკოლოგია. ისტორია. ვალი, რომელია მეძებარი ძაღლის ჯიში, პოინტერი თუ ნიუთაუნბერგი? პოინტერი. ისტორია. სოსო, ტრადიციულად წელიწადის რომელ დროს აღინიშნება საქართველოში თბილისობა 1979 წლიდან? შემოდგომა. ისტორია. კოჩა, რელიგიაში რომელია ნეასოზე დაწყებული ლოცვა, რომელსაც პირით მექის ქააბის ტაძრისკენ მიმართული მუსლიმანები დღეში 5 ჯერ ასრულებენ? ნამაზი. ნამაზი. ბატო, ვის ატოფო იყო დიუმას სამი მუშკეტერის პერსონაჟი, კონსტანცია ბონასია, ათოსის თუ დარტანიანის? ათოსის. დარტანიანის. მუგზა, ბერძნულ მითოლოგიაში რომელი პერსონაჟი ეჭირა დედას ქუსით მდინარე სტიქსის წმინდა ტალღებში ამოვლებისას?
კითხავენ გავიგე. ბერძნულ მითოლოგიაში რომელი პერსონაჟი ეჭირა დედას ქუსლით მდინარის ტირსის წინააღმდეგ? ისტორია. ანდრო სიასოზე დაწყებული რასახელი ქვია სადილის ან ჩაის ჭურჭლის კომპლექტს ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის? სერვიზი. ისტორია. ბალი ბრაზილიის რომელი ქალაქის სახელწოდება ითარგმნება როგორც იანრის მდინარე, რიო გრანდეს თუ რიო დე ჟანეიროს? რიო გრანდე. რიო დე ჟანეირო. სოსო მუსიკაში რამდენი სიმღერა სტანდარტულ ვიოლინოს? 4. ისტორია. გოჩა აასოზე დაწყებული რომელი გერმანული სიტყვა ნიშნავს აზრობრივად შეკრულ ტექსტის მონაკვეთს, რომელიც ახალი შეწეული სტრიქონით იწყება? ისტორია. ტანკი. დათო რამოსის ლაკმოს მჟავა გარემოში წითლდება თუ მწვანდება? წითლდება. ისტორია. მუგზარ სპორტში ევროპის რომელი მთათა სისტემის სახელის მიხედვით ეწოდა სპორტის ერთ-ერთ სახეობას ალპინიზმი? ალპების. ისტორია. ანდრო ეასოზე დაწყებული ვაროსული შემოკლებით ვისკო 1901 წლიდან რუსეთში მოქმედი პარტიის წევრებს სოციალისტ რევოლუციონერებს ხორები. ისტორია დრო ამოიწურა. თქვენ კვლავ ვერ მიაღწიეთ 1000 ლარიან ზღვარს, ბანკში მხოლოდ 250 ლარი შეიტანეთ. ვის აღარ ეზომება ძნევა? ვის ახადეს სკალპი? ახლა ერთ-ერთი თქვენგანი ხელძარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ამ რაუნდის ძლიერი რგოლი სტატისტიკურად ანდროა. სუსტი რგოლი ლალია. მან ყველაზე ნაკლებ შეკითხვას გასცა სწორი პასუხი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი? არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ლალე. ლალე. დათო. ბატონი ნუგზარი. ბატონი ნუგზარი. ბატონი ნუგზარი. სოსო, რატომ ბატონი ნუგზარი სამწუხაროდ? ბატონი ნუგზარი იმიტომ რომ მან დაუშვა შეცდომა მართალია სამწუხაროდ იმიტომ რომ ის ძლიერი მოთამაშეა და თამაშის წესები უბრალოდ ესეთი რომ ვიღაც უნდა წავიდეს. და ალბათ იმიტომაც რომ თქვენგან განსხვავებით ფული გადარიცხა ბანკში. გოჩა. თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული, მაგრამ ჟურნალისტად მოღვაწეობ. დიპლომიც გაქვთ სამედიცინოსი? დიახ, დიპლომიც და ლიცენზია, სერტიფიკატიც. გოჩა, არ გადამყრიოთ. ხალხი თავს იკლავს, ფულს ხარჯავს, ზოგჯერ შიმშილობს კიდეც რომ სამედიცინოს დიპლომი ჩაიდოს ჯიბეში. თქვენ კი ეს დიპლომი ჯიბეში გაქვთ და არაფერში იყენებთ? სად მუშაობთ ახლა? გაზეთ ახალ ვერსიაში, სპორტულ რედაქციაში. არკეთში მათ პირდაპირ ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაგებარებინათ? შეიძლება. რატომ? ნუგზარი. ბატონმა ნუგზარმა ერთი შეცდომა დაუშვა და ერთი კითხვა ორჯერ გაგამეორებინათ, რამაც დრო დაკარგა, დრო ფულია მოგეხსენებათ. ნუგზარ, სამი ხმე თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდება. დავხარჯე და ამეპატია ის ახსოვნა რომ გადაგებული ვიყავს ეს და ეს კომპიუტერში რომ კითხავმაც მე ასე გამოგებინა. ბატონი ლალი ვერ დაუწევს. შემოგვიყვება ამ მარათონს, იმიტომ რომ დანარჩენი მოთამაშეები მეკასრები ზვერებიან. მეოთხე რაუნდი. ჯერჯერობით თქვენ 1100 ლარი გაქვთ ბანკში, თუმცა უკვე 3000-ის მოგება შეგეძლოთ. დარჩა 5 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ, ანდრო. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. ანდრო, ჭ-100-ზე დაწყებული რომელი მოყავისფრო წვრილი წინწკლები უჩნდება ადამიანს სახის განზე ხშირად ულტრაიისფერი სხივების გავლენით? ისტორია. ლალი, რომელი არ შედის უძველესი ხანის მსოფლიოს 7 საოცრებათა რიცხვში, ზევსის ქანდაკება თუ ჩინეთის დიდი კედელი? ჩინეთის დიდი კედელი. ისტორია. სოსო, ლიტერატურაში რუსული წარმოშობის რომელმა ამერიკელმა მწერალმა დაწერა 1955 წელს რომანი ლოლიტა? ნაბოკოვი. ისტორია. გოჩა, ზ-100-ზე დაწყებული მზის მომფენელ და მოსავლის მომყვან რომელ წარმართულ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ ქართლში არმასთან ერთად? არ ვიცი. ზადენს. დათო, რომელი ტერმინი გამოიყენება ჩამორჩენილი განვითარებადი ქვეყნების აღსანიშნავად? პირველი სამყარო თუ მესამე სამყარო? მესამე სამყარო. ისტორია. ანდრო, თანამედროვე მოდაში რა ეროვნებისაა ცნობილი დიზაინერი კენზო ტაგადა? იაპონები. ისტორია. ლალი, ისტორიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის რომელი ცნობილი დამპყრობლის საყვარელი საომარი ცხენი იყო ბუცეფალი, იგივე ალექსანდრე მაკედონელის. ისტორია. სოსო, ვინ დაწერა მუსიკა რუსთაველის თეატრის სპექტაკლებისთვის კავკასიური ცარცისწრე და რიჩარდ მესამე? ას. იაყანჩელმა.
გოჩა, მედიცინაში რომელი ერთუჯრედიანი ცხოველი იწვევს მსხვილი ნაწლავებისა და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებას ამებიას? ამება. სწორია. დათო, კინოხელოვნებაში რომელმა ცნობილმა რეჟისორმა გადაიღო 1993 წელს ფილმი შინდლერის სია? სტივენ სპილბერგმა. სწორია. ანდრო, პოლიტიკაში სოციალისტური რუმინეთის რომელი პრეზიდენტი დახვრიტეს ცოლთან ელენასთან ერთად 1999 წლის 20. სწორია. ლალი, რამდენი სანტიმეტრია 940 მილიმეტრი? 9 სანტიმეტრი და 40 მილიმეტრი. 94. სოსო, რომელი განთქმული ამერიკელი მოცეკვავე მოიყვანა ცოლად რუსმა პოეტმა სერგეი ესენინმა 1922 წელს? აისადორა დუნტა. სწორია. გოჩა, ასტროლოგიაში რომელია ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომელიც 21 მარტიდან 19 აპრილამდე გრძელდება? არ ვიცი. ბერძი. დათო, გეოგრაფიაში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი რომელი მდინარის ნაპირზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი ვენა? არ მახსოვს. დუნაიზე. ანდრო, საქართველოს რომელ მეფეს ეკუთვნის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი პოეტური საგალობელი შენხარვენა? აუცილებლად. დრო ამოიწურა. თქვენ ამჯერადაც ვერ მიაღწიეთ 1000 ლარიან ზღვარს. მხოლოდ 100 ლარი შეიტანეთ ბანკში. ვინ არის ბრძენი ხვის ომში? ვის გონია ვასკო და გამა დაძმა? ერთ-ერთი თქვენგანი სულ მალე თანხის გარეშე დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ზედიზედ მეორე რაუნდია ძლიერი რგოლი ანდრო. მან ყველაზე მეტ შეკითხვას გასცა ზუსტი პასუხი. სუსტი რგოლი გოჩა. მან ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვა. დააფიქსირებენ ამ სტატისტიკას მოთამაშეები. არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ლალე. გოჩა. გოჩა. ქალბატონი ლალი. ქალბატონი ლალი. ანდრო, რატომ აგდებთ სულ ქალებს? უბრალოდ როგორც თამაშობენ ისე წერ. იმედია, ბალის გაგდების შემდეგ კომფორტულად იქნებთ თავს. ქალბატონ ლალის ორი შეცდომა ჰქონდა და მგონი საკმარისი მიზეზია რომ თამაში დატოვოს. ქალბატონ ლალის მხოლოდ ერთი შეცდომა. ერთი? დათო, რატომ ლალი? იმიტომ რომ ქალბატონი ლალი კარგად თამაშობდა თამაშის მანძილზე, მაგრამ ბოლო რაუნდში არითმეტიკაში ელემენტარულში შეეშალა. ბოლო რაუნდში თქვენ და ქალბატონ ლალის ერთნაირი შედეგები გაქვთ. მაგრამ აქ ელემენტარული არითმეტიკა იყო. ესე იგი თქვენი აზრით ლალი ამ რაუნდში სტატისტიკურად სუსტი რგოლი იყო. თუ არ ვწდები ეს უნდა ყოფილიყო გოჩა, რადგანაც თუ არ მეშლება ორი კითხვა ჩავაგდო. არ ცდებით. და რატომ არ დაწერეთ დაფაზე გოჩა? ლალი სწორი პასუხების უფრო გრძელი ჯაჭვი გაწყვეტა ვიდრე გოჩა. ლალი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად რაუნდის სუსტი რგოლი გოჩა, მამაკაცთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით თქვენ ტოვებთ თამაშს. კარგად ბრძანდება. შემდეგი სუსტირგოლი ალბათ გოჩა იქნება, იმიტომ რომ გოჩა დილეტანტია. კაცი, რომელიც თავის სერიოზულ პროფესიას, ექიმის პროფესიას უარყოფს და ჟურნალისტობას დაიწყებს, ის არც ექიმის პროფესიაში იქნება დახელოვნებული, ალბათ თავის დროზე არ იქნებოდა და არც ჟურნალისტი იქნება. ყოველი ჯამის შემდეგ თქვენს კბილებს ემუქრება კარიესი. ორბიტი ებრძვის მის გამომწვევ სამ ძირითად მიზეზს. აშორებს საკვების ნარჩენებს, ანეიტრალებს მავნე-მჟავების ზემოქმედებას, ხელს უშლის ემალის დათხელებას. ამიტომ დაღეჭეთ ორბიტი ყოველი ჯამის შემდეგ. ორბიტი სამმაგი დაცვა კარიესისგან. ჭამედალიე დაღეჭე ორბიტი. ისე იგი ეს რძიანი შოკოლადით არის და ამას შიგნით თხილი აქვს. და ხელები და ფეხებიც შოკოლადისაა? მე ვფიქრობ შოკოლადისაა. და ფეხსაცმელით? ეი, რადგან ყურები არ გვაქვს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი არ გვესმის. ფეხსაცმელს მაინც არ შევჭამდი. M&M's-ი მათი ჭამა მოგინდება ნებისმიერ ადგილას. მგონია შოკოლადი არის. ახალი კომედიახი იუმორისტულ პროექტებში მონაწილეობისთვის იწვევს იუმორის ნიჭის მქონე 18 წლის ზემოთ ადამიანებს. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა, რომელიც მითითებულია ჩვენი Facebook-ის გვერდზე. facebook.com დახრილი ხაზი კომედიახი. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი იუმორის ნებისმიერი ფორმით. განაცხადების მიღების ბოლოვა და 15 დეკემბერი. დიროლი მსხლის კოქტეილი. თითქოს ისეთი პატარა.
შენ სინჯალმას და უცებ კაფიოგემოს ნათება რთავს ღიმილს გფარავს პოზიტივის ტალღით შენ მხოლოდ გასინჯე ახალი უგემრიელესი გემო დიროლისგან აღმოაჩინე დიროლი აღმოაჩინე პოზიტივი ბელაქტის მარცვლეულის და ხილის ნატურალური ფაფები, გამდიდრებული ვიტამინებით და მინერალებით. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. რეკომენდებულია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ. ბელაქტი, ვიზრდებით სიამოვნებით. სიამოვნების ტალღა ბაუნდის უმეზეს შოკოლადში. ბაუნდი, ისიამოვნე შოკოლადი. Deberían caer, pero caen en la tentación. Corona Survilis Gemo. ბარემ თავი ურტყი. ნამდვილი გიჟი ხარ როცა ქშია. აჰა შენ სნიკერსი. უკეთესია? უკეთესია. როცა ქშია, შენ არ ხარ. არ შეჩერდე. წაუ სნიკერსზე. იაკობსის სამიერთში ლატე აღმოაჩინე სინაქსე. იაკობსის სამიერთში ინტენსი აღვიძებს ძალას. იაკობსის სამიერთში ორიგინალი მატებს თავდაჯერებულობას. იაკობსის სამიერთში შენი განწყობის გემო. სკიტლსი, შეეხრეთ სისარტყელას. გასინჯეთ სისარტყელა. ტუკი წარმოგიდგენთ. წახემსება მოგინდა? გასინჯეთ ტუკი. ოდნავ მარილიანი ღუმელში გამოცხარი კრეკერი, რომელიც პირში დნება. ტუკი გემრიელად დაგანაყრებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ტუკი მუდამ ახლოს, მუდამ გემრიელი. დიდი ხნის წინ ტვიქსის შემქმნელებმა გაწყვიტეს ურთიერთობა. გაყვეს რა ტვიქსი ორ ნაწილად. ამიტომ ტვიქსის წარმოება დაიწყო ორ სხვადასხვა ქარხანაში ორი სხვადასხვა ტექნოლოგიით. ტვიქსის მარცხენა ორცხობილაზე კარამელს ასხამდნენ ტალღებით, ხოლო მარჯვენაზე ნაკადით. მარცხენა ორცხობილაზე შოკოლადს ასხამდნენ ვერტიკალურად, ხოლო მარჯვენაზე ზემოდან ქვემოთ. ასეთი განსხვავებული ქარხნები, ასეთი განსხვავებული ტვიქსის ჭხირება. არაფერი საერთო გარდა შეფუთვისა და ვიწრო ჭიშკრის. გასინჯე ორივე და გადაწყვეტ შემის მხარეს ხარ. ახალი კომედი არხი იწყებს საბავშვო იუმორისტულ გადაცემას და აცხადებს კასტინგს. მიიღებიან მსახიობური მონაცემების მქონე 7-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა, რომელიც მითითებულია ჩვენი Facebook-ის გვერდზე. facebook.com დახრილი ხაზი კომედი არხი. განაცხადების მიღების ბოლოვა და 10 დეკემბერი. როცა მზარეული ამარილებს კრეკერს, მერე არაქის. შემდეგ ამ ყველაფერს ურევს რძიან შოკოლადში, ესე იგი ალპენგოლდს ამზადებს ახალი განუმეორებელი გემოთი. შეიძლება მას უბრალოდ შეუყვარდა. ალპენგოლდი, როცა შოკოლადი გინდა.
ყოველი ჯამის შემდეგ თქვენს კბილებს ემუქრება კარიესი. ორბიტი ებრძვის მის გამომწვევ სამ ძირითად მიზეზს. აშორებს საკვების ნარჩენებს, ანეიტრალებს მავნე-მჟავების ზემოქმედებას, ხელს უშლის ემალის დათხელებას. ამიტომ დაღეჭეთ ორბიტი ყოველი ჯამის შემდეგ. ორბიტი სამმაგი დაცვა კარიესისგან. ჭამედალიე დაღეჭე ორბიტი. ბარნის უყვარს ახალი აღმოჩენები. ბანანის იოგურტის შიგთავსი. რა გემრიელი გამოვიდა. დედებმა და ბავშვებმა ეს უნდა გასინჯონ. სიახლე, ბარნის ბისკვიტი, ბანანის იოგურტის შიგთავსით. მკაფიო გემო ახალი აღმოჩენებისთვის. მეხუთე რაუნდი. შესაძლოა 4000-ის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 1200 ლარი გაქვთ ბანკში. დარჩა 4 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ ან? ვითამაშოთ სუსტი რგოლი. ანდრო, რამდენ ქიმიანი ვარსკვლავი იყო გამოსახული საბჭოთა კავშირის დროშაზე 1924 წლიდან? 5 ქიმიანი. სწორია. სოსო მენდელეევის პერიოდულ სისტემაში რომელი ქიმიური ელემენტის ლათინური სახელწოდებაა ფერუმი? კეინის. სწორია. გოჩა მუსიკაში 1962 წელს შექმნილი რომელი განთქმული ბრიტანული როკ ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი იყო მიკ ჯაგერი? Rolling Stones. სწორია. დათო ისტორიაში რომელი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 79 წელს? სწორია. ანდრო კინოხელოვნებაში ვინ მიიღო ოსკარი ფორესტ გამპის როლის შესრულებისათვის 1994 წლის ამავე სახელწოდების ფილმში? არ მაქვს პასუხი. ტომ ჰენქსმა. სოსო ბერძნულ მითოლოგიაში რა ქვია არსებას, რომელსაც აქვს ადამიანის გულმკერდი და თავი და ცხენის ტანი? კენტაური. სწორია. გოჩა პოლიტიკაში ევროპის რომელი ქვეყნის პრეზიდენტია ალექსანდრე კვასნიევსკი 1995 წლიდან? პოლონეთის. დათო მათემატიკაში რამდენ პროცენტს შეესაბამება 3/4? 75. სწორია. ანდრო აზიის რომელი სახელმწიფოს ვალუტაა იუანი? რომელი სახელმწიფოს ვალუტაა იუანი? ჩინეთის. სწორია. სოსო სპორტში ოლიმპიური თამაშების ცნობილ სამსიტყვიან დევიზში ციტიუს, ფორტიუს, ალტიუს, რას ნიშნავს სიტყვა ციტიუს? სტრაპად. უფრო სტრაპად. გოჯა, რა ქვია სპეციალური კონსტრუქციის მისადგმელ კიდეს, რომელიც თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომა გაბოს? სწორია. ტანკი. დათო, რომელი მარკის ავტომობილის მოდელებია კოლტი და პაჯერო? მიცუბიში. სწორია. ანდრო მუსიკაში რომელ საბჭოთა კომპოზიტორს ეკუთვნის ბალეტები გაიანი და სპარტაკი? ხაჩატურია. სწორია. ტანკი. სოსო ზოოლოგიაში ორაგულისებრთა ოჯახის რომელი თევზის საქართველოში შემოყვანილი ჩრდილოამერიკული ჯიშია ცისარტყელოვანი? კალმახის. გოჩა გეოგრაფიაში რამდენი სახმელეთო მეზობელი ყავს პორტუგალიას? 1. დრო ამოიწურა. თქვენ კვლავ ვერ მიაღწიეთ 1000 ლარიან ზღვარს. ბანკში მხოლოდ 350 ლარის ჩადება შეძებთ. ვინ მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზორში გამოჩნდეს? ვინ ტირის ინდურ ფილმებზე? ვინ თუ არა თქვენ? ერთ-ერთი თქვენგანი სულ მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ანდროს იღბალმა უმტყუნა. ამ რაუნდში სტატისტიკურად ის სუსტი რგოლია. ძლიერი რგოლი დათოა. მას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და ბანკშიც ყველაზე დიდი თანხა შეიტანა. დაუფასებენ ამას მოთამაშეები. არჩევანი გაკეთებულია, გამოავლინეთ სუსტი რგოლი. გოჩა. გოჩა. სოსო. გოჩა. დათო, რატომ გოჩა? ალბათ გოჩა, იმიტომ რომ ამ რაუნდში შედარებით სუსტად ითამაშა და თან წინა რაუნდში მიღებული ნაწილობრივ არასწორი გადაწყვეტილების გამოსწორება მინდოდა. დაგვიანებული რეაქცია. სოსო, რატომ გოჩა? თვლი რომ ამ რაუნდში გოჩამ სხვებთან შედარებით სუსტად ითამაშა, გარდა ამისა წინა რაუნდების გათვალისწინებითაც გოჩა სუსტია და ვიღაცა უნდა გაიწიროს ამ შემთხვევაში ეს გოჩა. და რა წარწერაა თქვენს დაფაზე? ადამიანი ადამიანისთვის მგელია. ანუ თქვენ ხართ გოჩასთვის მგელი თუ გოჩაა თქვენთვის მგელი? ორივენი ერთმანეთისთვის ვართ მგლები. გოჩამ თქვენთან ამის გამომჟღავნება ვერ მოასწრო. ვერ შეეძლო. ანდრო, რატომ გოჩა? გოჩა, იმიტომ რომ სოსომ და დათომ თითო კითხვა ჩააგდოს. გოჩა მეორე. ეს გონი საკმარისი მიზეზია, რომ გოჩა თამაში უნდა გავიყვანოთ. გოჩამ მხოლოდ ერთი კითხვა ჩააგდო.
და სტატისტიკურად ამ რაუნდის სუსტი რგოლი თქვენ ხართ, ანდრო. გოჩა, 3 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდა. მე არ დავუწყებთ, რომ კარგად ვითამაში. და რაღაც, წავაგე, ახლა ხდება ხოლმე ამოხდა. ვერ წამიგია, ვერ მომიგია. უბრალოდ ერთი არის აწმენდრო, ეხლა 19 წლის ბიჭი რო ეგრე იწყებს ცხოვრებას, რომ ადამიანისათვის მგელია, რაღაც ვერ დამჩამს არ კარგი სტაბილიზება. მე-6 რაუნდი. შესაძლო 5000-ის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 1550 ლარი გაქვთ ბანკში. დარჩა 3 მოთამაშე და კიდევ 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ დათო. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. დათო რელიგიაში წელიწადის რომელ დროს აღნიშნავენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს? გაზაფხულზე. სწორია. ანდრო ძველი ქართული ენის ძეგლებში პირის ნიშნად რომელი ასოს გამოყენების გამო ეწოდათ მათ ხანმეტი ძეგლები? ასოხ. სწორია. სოსო სპორტის რომელ სახეობაში ასპარეზობით გაითქვა სახელი ამერიკელმა ლარი ბერდმა? კალათბურთში. დათო ქიმიაში რომელი მჟავას მარილებია ამონიუმის ნიტრატები? აზოტმჟავას. სწორია. ანდრო ასტრონომიაში მზის სისტემის რომელი პლანეტის ძველი ქართული სახელწოდებაა მარიხი, იგივე მარიხი? ვენერა. მარსის. სოსო ბოტანიკაში რომელი ხილის საქართველოში გავრცელებული ჯიშია კეხურა? ვაშლის. სწორია. დათო რა ერქვა შავი ზღვის ფლოტის ცნობილ ჯავშნოსას, რომლითაც აჯანყებული მეზღვაურები 1905 წლის 14 ივნის წითელი დროშით შევიდნენ ოდესაში? არ ვიცი. პოტიომკინი. ანდრო ლიტერატურაში რომელი ამერიკელი მწერლის ცნობილი რომანია და აღმოხტების მზე, რომელიც? სწორია. სოსო კინოხელოვნებაში ვინ უწევს პარტნიორობას ორნელა მუდის ელიას როლში იტალიურ ფილმში ჭირვეულის მორჯულება? ადრიანო ჩელენჯი. სწორია. დათო მუსიკაში რა ფსევდონიმით ვიცნობთ ცნობილ საოპერო მომღერალს მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოს? არ ვიცი. მარია კალასი. ანდრო რომელი ქვეყნის ფოტომასალის მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში განთქმული ფუჯი? იაპონია. სწორია. სოსო რა ქვია ეპიდემიური დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებების სისტემას, რომლის სახელი სიტყვასიტყვით 40 დღიან მონაკვეთს ნიშნავს? კარანტინი. სწორია. დათო რა ქვია ბილიარდის მაგიდის კიდეზე გაკეთებულ ჭრილებს, რომლის ქვეშაც ბურთების ჩასაგდებად ბადეები კიდია? ჰორმონი. ლუზა. ანდრო ისტორიაში რა მეტსახელით იცნობს მსოფლიო საფრანგეთის? დრო ამოიწურა. თქვენ ისე ვერ მიაღწიეთ 1000 ლარიან ზღვარს. ბანკში მხოლოდ 100 ლარი შეიტანეთ. ვინ არის ცხრის ტყავში გადაცმული მგელი? ვის ჩარჩა ლანცეტი პაციენტის მუცელში? ვინ აიღებს პენსიას სტიპენდიის ნაცვლად? ერთ-ერთი თქვენგანი სულ მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ამ რაუნდში დათო სუსტი რგოლია. მან ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვა. ძლიერი რგოლი სტატისტიკურად სოსოა. რას მოიმოქმედებენ მოთამაშეები ამ გადამწყვეტ ეტაპზე? არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. დათო. ანდრო. გოდუში. სოსო, რატომ ანდრო? იმიტომ რომ ანდრო ჩემზე ძლიერი იყო და მე ანდროსთან ფინალში ნაკლები შანსი მქონდა. დათოსთან? დათოსთან შეიძლება მეტი შანსი მაქვს. რა ხდება თქვენს დაფაზე? ეს წილი ნაყარია ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ეს ნიშნავს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როცა რაღაცა მომენტში საკუთარი თავის წინააღმდეგ გიწევს წასვლა. ხო და ეს აღნიშნა ნიშნავს, რომ ყველა წუთში არის რაღაც კარგი და პირიქით. ანდრომა შეიძლება ამაში რაღაც დაინახოს. სვასტიკაში რას ხედავთ? სვასტიკაში ვხედავ იმას, რომ ცხოვრებაში ჯუნგლის კანონი მოქმედებს. და უნდა გაანადგურო მოწინააღმდეგე. დათო, ამ რაუნდში მაინც და მაინც არ ვწყინავდით, სამ შეკითხვას ვერ უპასუხეთ. ვიცი. ერთ-ერთ წინა რაუნდში თქვენ შენივრად გამოთვალეთ სუსტი რგოლი. ახლა ხომ არ გაგვიზიარებდით? მე ვიყავი სუსტი რგოლი. სიმართლე რომ ვთქვათ. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მე ბანკში თანხა მაინც გავუშვი. ესეც გამოთვალე. არ გეშინიათ ასეთი
როგორც აღმოჩნდა, ფაშისტური ორიენტაციის კონკურსანტთან დარჩენა. ერთ-ერთზე ალბათ უფრო გამკლავდები. ოპტიმისტი ბრძანდებთ. ანდრო, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად სუსტი რგოლი დათოა, უმრავლესობის აზრი გადამწყვეტია. 2 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემი აზრით ეს განსხვავებული ვიცოდი რომ სამეული რომ დარჩებოდა თამაში დაიყვანა ყველაზე მუდმივი. ანუ ახლა ამას მაინც არ მოვილოდით და დათომ აშკარად განსხვავდა თამაში. და მოვილოდით მაინც ეს მოხდებოდა. მეშვიდე რაუნდი. შესაძლოა 6000 ლარის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 1650 ლარი ჩადეთ ბანკში. ახლა ორნი დარჩით დრო, მხოლოდ წუთ ნახევარი გაქვთ. თუმცა ამ რაუნდში მოგებული თანხა გაორმაგდება და ბანკში ჩადებულს დაემატება. მეშვიდე რაუნდში ფსონი 2000 ლარია. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ სოსო. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. სოსო, ქართულში რას უწოდებენ შემოკლებით წონის ერთეულს, რომელიც 1000 გრამს უდრის და კუთხურ მეტყველებას დიალექტს? კილო. სწორია. დათო, თეატრში ლონდონში მდებარე რომელი თეატრის სცენაზე იდგმებოდა შექსპირის პიესები 1599 წლიდან? არ ვიცი. გლობუსის. სოსო, ზოოლოგიაში რომელი ჩლიკოსანი შინაური ცხოველის ჯიშია ცნობილი ანგორულის სახელით, რომლის ბეწვისგან თბილი დასაცმელი? სწორია. დათო, ბერძნული მითოსის რომელ ქალღმერთს ეკუთვნის სახელი პალადა? სწორია. სოსო, რომელმა საბჭოთა რეჟისორმა გადაიღო ფილმი „მიფრინავენ წეროები“, რომელმაც 1958 წელს მიიღო კანის ფესტივალი? მიხეილ კალატოზიშვილმა. დათო, გეოგრაფიაში რომელი სახელმწიფოს დედაქალაქია ლიუბლიანა? სლოვენიის. სწორია. სოსო, ციფრების რომაულ დამწერლობაში რომელ რიცხვს შეესაბამება ლათინური ასო L? 50. სწორია. დათო, რომელმა მოქანდაკემ შექმნა თბილისში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ აღმართული ბრინჯაოს სკულპტურული კომპოზიცია „მუზა“? ბერძენიშვილი. სწორია. სოსო, ლიტერატურაში რომელმა ამერიკელმა მწერალმა შექმნა რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“ 1826 წელს? ჯეიმს ჰენიმორ კუპერი. ბანკის. სწორია. დათო, სპორტის რომელ სახეობაში გახდა მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი ალან პროსტი? არ ვიცი. ავტორბოლაში. სოსო, რობერტ დე ნიროს გარდა რომელმა მსახიობმა მიიღო ოსკარი დონ ვიტო კორლეონეს როლისათვის ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „ნათლი მამა“? მარლონ ბრანდო. სწორია. დათო, ისრაელის უძველესი სამეფოს რომელი მეფის სახელს ატარებს თანამედროვე ისრაელის? სოლომონი. დრო ამოიწურა. ამ რაუნდში თქვენ 100 ლარი მოიგეთ. ეს თანხა გაორმაგდება და ბანკში 200 ლარი ჩაგერიცხებათ. სულ თამაშის განმავლობაში 1850 ლარი ჩაგერიცხათ ბანკში. თუმცა 8000 ლარის მოგება შეგეძლოთ. ამ თანხას მხოლოდ ერთი თქვენგანი დაეუფლება. ახლა მე რიგრიგობით დაგისვამთ 5 შეკითხვას. თქვენ რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი უნდა გამწეთ. გაიმარჯვებთ საუკეთესო. სოსო და დათო. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. სოსო, თქვენ წინა რაუნდის ძლიერი რგოლი ხართ, ამიტომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ დაიწყებს თამაშს. დაიწყოს დათო. დათო, რომელია რხევის სიხშირის ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში? სწორედ. სოსო, ერთეულთა C სისტემაში რა სახელი ეწოდა ელექტრული წინაღობის ერთეულს 1787 წელს დაბადებული გერმანელი ფიზიკოსის გვარის მიხედვით? ომი. სწორედ. დათო, ლიტერატურაში რომელმა შოტლანდიელმა მწერალმა შექმნა ზღაპარი პიესა „პიტერ პენი“, რომელიც პირველად 1904 წელს დაიდგა? ალფონს დოდენ. მეთიუ ბარი. სოსო, ლიტერატურაში რომელმა ამერიკელმა მწერალმა შექმნა ტარზანის სახე 20-ზე მეტ რომანში, რომელთაგან პირველი 1914 წელს გამოვიდა? ბეროუზმა. სწორედ. დათო, მუსიკაში 1947 წელს დაბადებული რომელი ბრიტანელი მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარია რეჯინალდ კენეთ დუაიტი? ჯიმი ჰენდრიქსის. ელტონ ჯონის. სოსო,
მუსიკაში რა სახელით გაიცნო მსოფლიომ 1951 წელს დაბადებული ბრიტანელი მუსიკოსი და მსახიობი გორდონ სამნერი. ჯორჯ მაიკლი. სტინგი. დათო. გეოგრაფიაში ამერიკის შეერთებული შტატების რომელი შტატის უდიდესი ქალაქია გასართობი ადგილებითა და კაზინოებით განთქმული ლას-ვეგასი? რომელი შტატის? კალიფორნიის. ნევადის. სოსო. თუ თქვენ ამ შეკითხვას სწორად უპასუხებთ, თქვენ გაიმარჯვებთ. მსოფლიოს გეოგრაფიულ რუკაზე წყნარ ოკეანეში მდებარე რომელი კუნძულოვანი სახელმწიფოს დედაქალაქია? ველინგტონი. ახალი ზელანდიის. სწორი. სოსო. დღეს ძლიერი რგოლი თქვენ ხართ. თქვენ 1850 ლარი მოიგეთ. დათო კი ხელცარიელი ტოვებს დარბაზს. კარგად გძანდებოდეთ. დაახლოებით ამ რაოდენობის თანხას ვველოდი, მაგრამ ისე კარგად დავიწყეთ თამაში და ესეთი კარგი გუნდი იყო, რომ მე ვფიქრე, რომ მეტის მოგება შეგვეძლო. სოსო იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ ანდრო უფრო დესეული იქნებოდა გამარჯვების. იმიტომ რომ ის ბევრად უფრო ელუდირებული იყო. მე გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ თვლი რომ თუ